სოფლიოზე ვერ ვილაპარაკეთ საბოლოო ჯამში. დიდა ვერა თუ კიდევ ვიყოთ კიდე რავი. მე ვიქნებოდი მაგრამ აძებს არ უნდა. ხო. არა უშავს კაც. რა ის ახში გინდა წასვლა დაძინება შეჩემა და. ვიდი მოყალით. მეგონება ეს გადაცემა მეგონება არ მუშაობდეს ესეც ჰა? ალბომებზე რაღაცებს მაინც ილაპარაკე. რა. დავაი მე წავიღე. ბიჭო ხან რა ბაქტერები ხან როგორ არის გააჩნია. ბიჭო ნახე მომისმენე არის გადაცემები, როდესაც გონია რომ აი შევდა მორჩა. არა კი არის ხომ. არის ხომ. გონია შეჩემ არასოდეს არ ჩერდები შენ. იმ დღესაც რომ ამბობ რომ ყავა უნდა დავლეყოთ მეძინა არასოდეს არ ყოფს. მეძინა სულად ვარ რომ მაგაცემაშიც 4 საათი ბაზრობ. ბატონო, აი ხა რომ მიმიშვა. ხო და არ მიშვე. აი საქმიანად 1 საათი ვილაპარაკეთ რა მართლა. თავისუფლად შემიძლია 1 საათი მინიმუმ ვილაპარაკოთ საქმეს ზონა, აი სოფლიო ჯეპანზე ამიგვიდა და ვილაპარაკოთ. ლაივ მაყურებლისთვის მაგალითად. ეგ ძალიან კაი. ეხა ვისაც აქ ტელევიზორი ჩართული, მაგრად უსწორდება. მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ ამას მე ვიღაცამ უნდა უყუროს კიდე ჩანაწერში. ძალიან დიდი 4 საათი პოდკასტი. მაგრამ მე გამსწორებია, ძალიან ფრენა მქონია და აი თქვენი 3 საათიანი ის რო იმას მექნია და სამშაბათს თუ მაქვს ფრენა და საცხელი თემებია, მაგრამ გამსწორებია. 3 საათ ნახევრიანი უკვე არის. მაგასაც გეყოფა და კი 9 საათიანი უეჭველი. არა, ეხა ვიღაცას გაუსწორდება უეჭველი 3 საათს და 3 საათ დაუყარო. ნახევარი უკვე არის თქო მაგას ვამბობ, ანუ პატარა ხო არ არის ეხლა. დატო რას ამბობ, ცი რომ თითქოს აი ეხლა რომ დამთავრდეს, რა პატარა გადაცემა გამოვიდა რა, ანუ აი არ ამბობ მაგას. არა ესე ჩექს-ნება გქო, აი ვერ დაიხარჯე რა. მაქე არ იქნება თანაბა. ვერ ვიზნობ, მე ხან გავიდა რა. ხო დაგვარ. ხო არა ვერ გზნობ, ხო ვერ გზნობ. არა მე პროსტა მე ანუ მე ხარისხი იკარგები. ნახე ჩემი აზრით ბოლოს, ეხლა მე წინა გადაცემაზე წასვლისე გისმენდით და ისედაც ბოლოს ხარისხი საუბრის და შინაარსი ფუჭდება აღარ არის ეგეთი სანახაობრივი და კარგი, იმიტომ რომ შენ როგორია რომ არ დაიღალე უკვე გადადიხარ რაღაც თემს ეძებ ხოლმე ხშირად. და არა არ მაქვს ხალხი ამას აძებდნენ სოფლიო ჩემპიონატზე არ გულაპარაკია თქო ისე რომ შემიძლია კიდე მაგას ვილაპარაკო მე ეხლა კონკრეტულად ყოველთვის გარეგონი ყველა გადაცემა შეგრია. ბეცონის ის გვაქვს გადაცემა, აგერ როდის გაქვს პირველი? არ გეტყვი. ეხლა არ გაქვს? არა. ამდენ დღეში გაქვს. არა. ყლეზე მკიდი არაფერს არ ვეტყვის ამ ჯუმათო. კაი ბუდეტა ხო? აბა რა არის შეჩემა ისე მიტევთ გეგონება იმას რომ ატრაკებდი რაღაცა ყლეობას ლაპარაკობდი რომ ვინ კიდევ შეჩემა გირსნი რაღაცას რომ ბოლოსკენ 4 და 5 საათი რომ ლაპარაკობ ხოლმე აი მე პირადად ავიგე მე კი არ გეუბნები რომ არ არის თქო ეგრე მე გეუბნები სხვა რამეს ვამბობდი მე ვთქვი რომ ზოგი გადაცემაა რომ შეიძლება 3 საათში ვთქვათ ზოგი არ შეიძლება 2 საათში ვთქვათ გააჩნია როგორი უიკენდი იყო რა ხდებოდა ჩვენ როგორ ვიყავით მეორე ფაქტორზეა დამოკიდებული კონკრეტულად დღეს გეუბნები მით უმეტეს ამ დროს იყო აგრე და მეორე რომ ვილაპარაკეთ ახლა თავისუფალი ფორმატი გვაქვს ხო ძალიან ხშირად რაღაცა მონაკვეთები გაგვექცევა და რაღაც როგორ არის ჩვენ რო გქონდეს აი რო თქვა თავიდან რომ 2 საათში ამთავრებთ გადაცემას ყველა ვარიანტში. გვექნებოდა განსაზღვრული ისა გრაფიკი და რაღაც თემებზე ვილაპარაკებდით რაღაცა დროს და რაღაც თემებს ვაფშე არ გავშლიდით. ეხლა დონაცია რო შემოდის რაღაც ერთ დონაცია შემოვიდა წაიკითხა ნახევარსად ვილაპარაკეთ მე რაღაცაზე შეჩემა ისეთ რაღაცას რომ აროს დუმფრისის ტრანსფერზე ვაფშე არ ვილაპარაკებდი და არაფერს არ ვიტყოდი. შეგრძნება რატო გაქვს რამე დააკელი შეჩემა. იმიტომ რომ სოფლიო აი ვაკოზე ვადაოდი ფაქტები ჩამომიწერა სოფლიო ჩემპიონატისთვის რა დოხუია შეჩემა არაფერი არ მithქვამს არც ერთი. არა უშავს რამე არა ბიჭო არა უშავს არ მგეუბნები. რეპორტაჟი არა უშავს რა თქმა უნდა. რეპორტაჟის დროსაც. რა თქმა უნდა არა უშავს მე სხვა რამეს გეუბნები. ეხლა რომ გავაგრძელოთ თქო კიდე 1 საათი მეთქი სოფლიო ჩემპიონატის გარშემო შემიძლია ეს 1 საათი ვილაპარაკოთ თქო. აი ამ დროსთან ერთად შემიძლია 1 საათი ვილაპარაკო რომ აი კლუბ გადავყოთ აბა ამ ჯგუფში ასე. არ გულაპარაკე ეგრე ხო არ გულაპარაკე სოფლიოს. ხო. მაგას გავაკეთებთ 10-ში ბეცონზე. ზეგ 4 შაბათს. დღეს ესე წაიღო. თუ ეგრე ძალიან გინდოდა, შეშობა, გეთქვა და ეგ გავკეთებინა, კაცო. გეთქვა ვაკოსის 5 წამი არ ვითამაშდა რომ რაღაცა ქრონომეტრაჟია, რა შენ ჩაჟდა ჩემი აზრით. რა რაღაცა გითხარი, ხო? გითხარი რომ არის რაღაც არის დღეები თქო, როცა ეს რაც ახლა გავაკეთეთ საკმარისია, არის დღეები, როდესაც აი ხა მაგალითად შემილია თუ კი არ გონებნა ვქნა მეთქი. შემიძლია მეთქი. მაგას გეუბნები. მე ვთქვი, ეტაპია მithქვა. მაყურებელს რო ისე ეყურებიან, თითქოს მე და ამას მიყავს. და მე ვიფიქრე, 브აზილია მაროკოზე უნდა გვექნა, თუ უნდა გვექნა რამეზე, იმიტომ რომ ბრაზილიის პირველი თამაშია და ახლა ამას გაუსწორდებოდა, თან 2 საათზეა და გაკაჩავდა რა. რა სიტყვი? რა, აღარ გისმენდით. ბიჭო, ვიღლებით, ედამოწყნული, შეჩერდა. აი, მე გეტყვი, აი კიდე, აი, მე გეტყვი. არა, ბიჭო, სხვა რაღაც იმაზე კონცენტრირდებოდი რაღაც. ყოველთვის მეჯმევა ჩატში მე. ნახე? როცა ამბრო გადაცემა დაამთავრო და შენ რო არ ამთავრე. ანუ მე მეჯმევა ყოველთვის, ანუ სუ ეგრეა რა, და ეხაც ეგრე არის რა, ჩატში ამბობ რომ აი ყალას აღარ გააჯვიდა, დავტოვე, დატო დაგვიტა. ანუ ხო და ემოციურად ჩემთვის ხა 3 საათი რო ლაპარაკობ, ანუ მე ესე ვარ მოწყობილი. დატო ესეა კაცო, ანუ ძალიან კაია, პირიქით, ძალიან დიდი პატივია 3 საათი რო გისმენს ადამიანი და კიდე რომ უნდა რომ დარჩე მართლა. დედას პიცა ვარ.
მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, მაგრამ long term-ში რო ავიღოთ, ანუ მე ამორშაბაც რომ ამოუწულავთ რაღაცებს და შემდეგ რო შევათვი რომ მოდის სასაუბრო თემები მე რომ ნალაპარაკი აი მაგ შენც მობეზრებული გაქვს ხოლმე რომ გატყო აი იმ თემაზე ხო ერთ-ეგივეს კეპნაა და მაგიტო ამ ქრონომეტრაჟმა დღეს შეიძლება კაი საქმე გაკვეთოს რომ დიდი ხანი ვიყავით მაგრამ შემდეგ რო შევა ცოტა დაგვაგდოს თქო ანუ ეგ არის რა ანუ და ის დამოკიდებულება რომ მე ისა რა ქვია პირველი საათი რო გადაცდება და ცოტა ვიღლები და აღარ შემილია იმ ხარისხში რო ვიყო ეხა ესეა მეც ამ გადაცემის ნაწილი ვარ და მეც უნდა გამითვალისწინოთ თქვენს და როცა არის ხოლმე რომ კალა ელები გაუსპამეთ და ძაძი და გააჯვი და რაღაცა არ არის სწორი ხა ჩემი აზრით რა ანუ ამდენი წელია ვაკეთებთ ამ გადაცემას მართლა და არ არის რთული ის არ არის რთული ძალიან რთულია აი ესეც რო იწყებს ხოლმე ლაპარაკს ეს მოყოლილი მაქვს თუ არა ეს ნათქვამი მაქვს თუ არა ანუ რაღაცა უკვე ტვინი მოუთხანეთ ერთმანეთს რომ აი ეს მოყოლილი მაქვს დარდულია ხო რთულია მეგობრებო და რავი ხა თუ კიდათ რომ ეს გადაცემა დიდი ხანი გაგრძელდეს ჯობია რომ 8 საათიანები არ იყოს ჩემი აზრით იმიტომ რომ მე დამთავრდება ვიღაცას ამოასხამს ხელში და იტყვის რომ აღარ შემიძლიაო და მე საერთოდ შეიძლება აღარ იყოს და ამიტომ ჯერ მე არასდროს ვინც გაიგო მე არ ვაპირებ გაგრძელება გადაცემის. უბრალოდ ისე ვთქვი. просто მომენტ რამე რო იყოს კიდე შევიძლია მეთქი ოღონდ მე კი არ მithქვავს რომ აუცილებლად გავაკეთოთ ეგ კაია მაგის გაკეთება თქო. просто არის ხოლმე ხანდახან რომ მეც ხვდები რომ აი ვსეო დღეს ყველაფერი ითქვა და ზემეთი მოგვივიდა და აღარ იყო საჭირო ამ ხალხზე გაგრძელება მაგრამ აი დღეს ეგეთი დღე არ გამოვიდა თქო. ოღონდ ამას კომპლიმენტის პონჩი ვამბობ რა რომ კიდე შეგვიძლია მეთქი ჩემი აზრით რავი რა შენ დაიღალე გაიგე. მე ხვალ მაქვს ფუ პოდკასტი და კი იცი რა მიქნა წინა გადაცემაზე იმან ნახარამ ბევრი ტიპი უბრალოდ ეთქვა თუ არ შავინი აშავინის დედა всё. რატო მოიყო? ამდენი ხანია მაბაზეთ ვინ დაარჩიო? რაზე დამცინოდით? ესე იგი მართალი ვიყავი? მართალი ხო. ჩვენ ვერ იმავსკეთ. კალა მე მოპატიე რომ ეს სპორტული ადამიანი მოიყვანეს სტუმრად და מחარას მიეცა შესაძლებლობა. არა, სპორტული ადამიანი რომ მოიყვანე, აქეთ უნდა გველაპარაკა ჩვენ და ის უნდა დაღლილი იყო წესით. რო დაქოქა იმენ არ გაჩერდათო. სისულელეებზე მალაპარაკა შეჩემო რა. რას მასმენია? ეს არ მოვიდგე დღეს ტაქსიში ხო ვიჯექდა მეთქი და ეხა ანუ მეც მაგაზე ვიფიქრე რომ კალასთან ფეხბურთზე რომ ვილაპარაკებ מחარ რა სიზავს თქო და ვერც არ მოვიდგენდი პროსტა თუ ამაზე ვილაპარაკებ. საღოლი მე ვითხოვე რომ ვარი მითხარით ვინაჩეთ ვინ თუ მიდი რაღაცას მეუბნე ანუ გაიგო რომ ვიღაც ტიპი არჩევს ესე იგი ანუ ამოღებისას ირჩევა ხო კალას რამე რო გადავაფაროთ ცუდად არ მე მე დამიწყოთ კალა ნახმარია ანუ აღარ შეუძლია შიჭო გადაგიცდა ძილს დღევანდელი ეპიზოდი ამით დასრულდა. პირველად ხდება ისე რომ მე გარმონის ხმა გაცილებით უფრო მომწონს ვიდრე აი ეს ლაპარაკი, რაცი ლაპარაკი, იმიტომ რომ სახე მაგ გამძვრალი ისეც გაცილებული ვიყავი. ერთკენ ლავი ეხა მორჩა დაღლილი მოვედი და აი ამან მიხმარა მე ჩალხანოღლუ არშავინი უეფა ოჯახი მაგაც და ყველა და აქედან მივდივარ ანუ დავიცინო ეხა. დავისვენო ზამთრის ძილს თო მივეცა. შენ სტოპლე ჩემპიონი ვაფშე ვერ ვნახო. იმიტომ რომ აღარ შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის 4 შაბათს მე ვიდეოს ვიღებთ და აგე 40 წუთიან ვიდეო დავდე შეჩება იმაზე რა ქვია ჩემ არხზე ანუ საოცარი პერფორმანსი და მართლა מחარას თუ არ გიყვარდა კომენტარებში მიწერდნენ კიდე შე ნუ აგვიანებ ვიდეოებსო 2 თვე ამონტაჟებდი შეჩება ანუ იმხელა ვიდეო იყო სანამ ვითამაშე სანამ ჩავწერე და რთულია 40 წუთიანია 40 წუთიან ვიდეო იყო გადავახვანე სტრიმს გაჩვენებ რამხელა სტრიმი მიწერია მეორე რამას ვაკეთებ ხალხო ანუ არ არის ესე რა ამ გადაცემით არ ვიწყება და არ ვთავრდება და ხანდახან 3 საათის მერე რაღაცა რომ თუ ვიტყვი რომ მოურჩეთ ნუ მეჯობა მაგის გამო რა და ისიც მესმისო თქვენ შეიძლება გინდოდეთ უფრო დიდი ხანი იყოს მერიდება ხოლმე მართლა გინდათ გასვლა და ტატოს მარტო დატოვებაც ხა რა ანუ გავსულ ვარ კიდევ ცოტა დაღლილ ვარ მაგრამ არ მინდა ხოლმე ხა რა ისა მივატოვა ბატონი ვახტანგიც ესე კი შეუძლია ამას რომ 8 საათი გატანკოს მაგრამ მაინც